თამარ გამარჯობა. დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის. სალამი. საუბარი მინდა განვავითაროთ სტატიის შესახებ, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. და ბევრმა ადამიანმა წაიკითხა, მათ შორის წავიკითხე მეც. საუბარი მინდა დავიწყო იმითი, რაც პირველივე აბზაცში არის, რომ ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილს ჯერა, რომ მას ეს შეუძლია და მას ეს გაუვა. დიდი მადლობა პირველ რიგში ინტერესისთვის. რეალურად საქართველოს არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც დემოკრატიულ ტრადიციას არ უარსებია, ხო? დემოკრატიული ტრადიცია ბოლო 30 წლის განმავლობაში იქმნება, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით, როგორც საზოგადოებამ და ჩვენმა პოლიტიკურმა კლასმა, და ამას თავისი მიზეზები აქვს და შემიძლია ამასაც ავხსნა, რომ შეგვექმნა ისეთი ინსტიტუტები, რომელიც არ დაუშვებდა იმას, რომ ერთ ადამიანს ან რამდენიმე ადამიანს შეძლებოდა ისეთი, თქვათ, ძალაუფლება ქონოდა, რომელიც მას მისცემდა ყველაფრის კეთების შესაძლებლობას, ხო? ეხლა ჩვენ არასოდეს არ გვქონია ასეთი ინსტიტუტები, მაგრამ სხვადასხვა ტიპის რეჟიმები გვყავდა, ხო? ეხლა შევარდნაძის რეჟიმი ბევრად უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ხო? ანუ ვიდრე ეს არის ეხლა. სააკაშვილის ხელისუფლება მონოლითური იყო და კი ბიზნესმენებს რო კითხოდა, ეხაც ბიზნესი გამოვიდა იმიდან, რა ქვია და 12 წლის განმავლობაში ჩვენ ვიჩაგრებოდი და ამას აქვს საფუძველი, იმიტომ რომ ვერსად ვერ დაამტკიცებდა ეს ბიზნესი თავის სიმართლეს. რომ მისულიყავი შენ და იქ რაღაცა მაგიდაზე დაგედო ნაგავი, ის ვერ დაგიმტკიცებდა ვერსად სასამართლოში, რომ შენ ესე მოიქეცი, როცა მაგრამ მიუხედავად ამისა, სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც კი ნაციონალური მოძრაობის დროს, ხო? არსებობდა კუნძულები, რომელიც მიღმა იყო პირველ რიგში რუსეთთან დაპირისპირებული იყო, ხო? რუსეთი იყო დაპირისპირებული თვითონ წინა ხელისუფლებასთან და აქედან გამომდინარე მეორე ეკლესია მის მიღმა იყო საერთოდ და შესაბამისად კონცენტრაცია ძალაუფლების. ეგეთი მიუხედავად იმისა, რომ თავგასული ხელისუფალი იყო, ხო, ნაციონალური მოძრაობაც. ესეთი კონცენტრაცია ჩვენთან არ ყოფილა არასოდეს, იმიტომ რომ ეხა წარმოიდგინეთ მის ქვეშ, რა ქვია, ბიძინა ივანიშვილის ქვეშ არის მოქცეული ყველა ინსტიტუტი, სასამართლოს კონტროლი ვისაც აქვს, იმას აქვს ბიზნესის კონტროლი საბოლოო ჯამში, ხო? ნებისმიერი ბიზნესი მიდის რისკზე, როდესაც სასამართლოს მაკონტროლებელს უპირისპირდება. იმიტომ რომ შენ რამე რო იყოს და ან საგადასახადო დავა წარმოგექმნას, ან განადგურება შეუძლია შენი სახელმწიფოს, თუ სასამართლო არ არსებობს, სადაც შენ შეგიძლია მიხვიდე და შენი ბიზნეს ინტერესები დაიცვა, ხო? აქედან გამომდინარე, ხო, მას შეუძლია რომ ინსტიტუტებს ისე მოეპყრას, როგორც, რავი, ასწლოვან ტიტებს ეპყრებოდა მოგლიჯოს, გადაიტანოს ადამიანებს, როგორც უნდა ისე მოეპყრას, პრეზიდენტად აიღოს და თავისი პინგვინი დაგინიშნოს ან თავისი ზებრა. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს დღემდე ჯერ კიდევ შეუძლია და ეხლაც მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა ჯერჯერობით გაზდის, ხო? დავინახეთ, რომ კალაძემ რაღაცები ვერ შეძლო ქალაქში, რომელსაც გამარჯვების ქალაქი დაარქვა, რაღაც ახალ წელს ეგრეზე იმოს, მაგრამ თვითონ არჩევნები თავისივე ცესკოს ანგარიშითაც ბუღალტერითაც წააგო, ხო? რეალურად ემაში, რა ქვია, თბილისში. მინდოდა რომ განმეხილა, რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ აი რაც კალაძეს დაემართა, რომ რაღაც ნება ჰქონდა რაღაც ამოცანა დაისახა მიზნად და ვერ განახორციელა, ეგრე ვერ განახორციელოს ბიძინა ივანიშვილმაც, იმიტომ რომ ბოდიში დავასრულებ, ბიძინა ივანიშვილი დგას ამაზე, რომ მას ყველაფერი შეუძლია. რა წუთშიც გამოჩნდება, რომ მას ყველაფერი აღარ შეუძლია, ის დაიწყებს პირდაპირ ჩამოშლას, იმიტომ რომ თვითონ რეჟიმი აქ ბუნების, რომ ან ყველაფერი, ან არაფერი. წავყვეთ, მარათონია და არა სპრინტი, ხო? ეს არის პირველი, ესე ვთქვათ, თეზა. ადამიანებს გონიათ, რომ მოკლე გამოსავლები, ანუ რაღაც შორტკათები არსებობს, რომელსაც შენ თქვა გადაახტები რაღაც პროცესს, რა პროცესიც აუცილებლად უნდა გაიარო და ესე არ არის და რეალურად შენ უნდა გქონდეს მარათონის განწყობა, როდესაც ასეთი ტიპის რეჟიმს ებრძვი, რომელსაც ყველგან შეღწეულია. ანუ ერთი რაღაცა ის, რომ მოდი ახლა ბიზნესს დაასანქცირებენ და ჩვენ აქ რაღაცა გვეშველება, ეგ გზა არ არსებობს. ეგ გზა რო არსებობდეს, ძალიან მარტივი იქნებოდა დემოკრატიების დამყარება მაშინ მთელ მსოფლიოში, ხო, დასანქცირებულია ლუკაშენკო, დასანქცირებულია ჩრდილოეთ კორეა, დასანქცირებულია ირანი, რავი, უამრავ სახელმწიფოს ჩამოთვლი, რომელიც დასანქცირებულია, მაგრამ ხალხის ყოფა მათ ქვეყნებში ამით არ გაუნჯობესებულა. თუმცა წყალს შეუყენებდა იმ აღქმას, რომ ყველაფერი შეუძლია ბიძინა ივანიშვილს. იცი რა არის, წყალს შეუყენებდა მაგ აღქმას, რომ ყველაფერი შეუძლია. ეგ ხო ისედაც, ანუ დასავლეთისგან კრიტიკა ბიძინა ივანიშვილს ხო არ აკლია. საბოლოო ჯამში მას ამ ქვეყანაში შეუძლია, ანუ პირიქით, ანუ აი შეხედა როგორ რაღაცას ვამბობ. პირიქით, როდესაც სასამართლოს კლანი დასანქცირდა
და კლანმა ჩვეულებრივად გააგრძელა ფუნქციონირება, ეს მისი მტკიცებულება იყო, გინდა დაასანქციროს, მან რა ქვია, დასავლეთმა გინდა არა. მანც მაინც ყველაფერი შეუძლია. ანუ დასავლეთის სანქციაც, იქ რაღაცა, თქვათ, საპროტესტო აქციაც, ყველაფერმა უნდა იმუშაოს ერთმანეთთან კომბინაციაში. რა საკვირველია დასავლური სანქციები ეხმარება პროცესს. რა თქმა უნდა ეხმარება, ოღონდ ეს პროცესი აქ უნდა არსებობდეს, რომელსაც ის დაეხმარება. პროცესი თუ არ არსებობს, არაფერს არ დაეხმარება. საერთოდ არაფერს არ დაეხმარება და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქ პროცესი შეიქმნას. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლოდინები სწორად იმართოს, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის, რომ აი ერთი დღე დარჩა რეჟიმს, 3 დღეში დამარცხდება, ერთ წელიწადში ეს მესმის თან მე მზაზუნის დღე მაქვს ელენე, იმიტომ რომ იცი შენ კარგად რომ მე ძალიან ახლოს ვიყავი პოლიტიკურ პროცესებთან, მათ შორის პოლიტიკურ წრეებთან და 13 წელია მესმის როგორ 6 თვეს ვეღარ გაძლებს რეჟიმი. მართლა 13 წელია და მე რო ვიწყებ იმაზე ლაპარაკს, რომ საჭიროა ფუნდამენტური რეფორმები და პოლიტიკურ პარტიებს სჭირდებათ შიდა დემოკრატიული მექანიზმების განვითარება იმისთვის, რომ მე შეძლონ და დემოკრატიული ცვლილება განახორციელონ, იმიტომ რომ პარტიას თვითონ თუ დემოკრატიული მხარდაჭერა არ აქვს. საარჩევნებში როგორ უნდა შევიდეს, ხო? შენ გეუბნები, რომ ეგ არის გრძელი გზა, ეხა მაგისი დრო ვისა აქ ხვალ ქვეყანა იღუპება და მაგისი ახსნა მინდა, რომ იმიტომ იღუპება ქვეყანა, რომ მაგას მპასუხობთ და რეალურად ყველაფერი გადადის რაში? რომ ელოდებიან, რომ სადღაც სხვაგან უნდა წყალებში პოლიტიკურად მოკლან ბიძინა, ამ წყალებში აღარ უნდა მაშინ თუ პოლიტიკურად უნდა მოკლან, ხო? და მდინარე მისი გვამი უნდა ჩამოატაროს და აქ ეს ოპოზიციური რაღაც პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ამ გვამს ვინ დახვდება პირველი და ერთმანეთს ეტოლებიან. მაშინ, როდესაც არავისი გვამი ესე არ წამოვა თუ აქ პროცესი არ შეიქმნა და ქართველმა ხალხმა თვითონ არ გამოუტანა განაჩენი ამას. ამ კონტექსტში როგორ ეწერება პრეზიდენტის გუშინდელი, არ ვიცი, ულტიმატუმი მოწოდება, რომ ესე ვთქვათ, არჩევნები უნდა დაინიშნოს 29-მდე, რომ ბიძინა უნდა მივიდეს მასთან და ესე ვთქვათ, განიხილონ ბიძინასთან პირისპირ ეს არჩევნების დანიშნვა. პროცესად ხედავ ამ ყველაფერს, იმიტომ პრეზიდენტი ახლა ჩემი დამოკიდებულება მის პოლიტიკურ ფიგურასთან, მის წარსულ განცხადებებთან და ასე შემდეგ, ყველამ ძალიან კარგად იცის, უბრალოდ უნდა და უბრალოდ დღევანდელ დღეს შენ უნდა იმოქმედო იქიდან გამომდინარე, რაც გაქვს, ხო? პრეზიდენტი მისი როლიდან გამომდინარე პირველ რიგში, ხო, ინსტიტუტს თავისთავად აქვს ძალა, ხო? და ამის მიღმა მისი ბოლოდროინდელი პოზიციებიდან გამომდინარე, ანუ მარტო როლი არ განაპირობებს ამ ყველაფერს. სწორი არჩევანები აკეთა უკრაინის ომის დაწყებიდან ბოლო პერიოდამდე, ხო? მას რაღაცნაირად აქცევს ისეთ პოლიტიკურ ფიგურად, რომ ერთადერთ პოლიტიკურ ფიგურად, რომელსაც აქვს რესურსი, რომ ბაკონსოლიდირებელი პროცესის შექმნას და ჩვენი პირით დასავლეთს ელაპარაკოს. იმიტომ რომ ჩვენ კიდე სხვა პრობლემა გვაქვს, ხო? ჩვენ დასავლეთი ხა აქ რაღაცა ამ დანახუცებულ პოლიტიკურ პარტიებთან რამდენი ხანი ელაპარაკებს, ხო? ადამიანი სჭირდება, წარმომადგენელი სჭირდება, რომელიც ჩვენი პირით ჩვენ სათქმელს იტყვის. და პრეზიდენტს ამ როლის შეთავსება ძალიან კარგად შეუძლია და მერეც, როდესაც ჩვენ ვთქვათ, გარდამავალი პერიოდი გვექნება, თუ პროტესტმა შედეგი მიიღო და რიგარეში არჩევნები ჩაინიშნა, ეს ხელისუფლება ხო არ ჩაატარებს ამას, თუ რიგარეში არჩევნები ინიშნება, ესე იგი ხელისუფლება დამარცხებულია უკვე და მოყვება შენ მაგაზე, რომ რეალურად ეს არის მშვიდობიანი რევოლუციის სცენარი, ხო? ოღონდ იქამდე ხო უნდა მიხვიდე. თუ ბიძინა არ მიდის, რა ხდება? ანუ აქ რაიმე სტრატეგია? არ ვიცი, მე პრეზიდენტის სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ მე იმ თავიდან პრემიერის გადადგომას ვითხოვ და ბუნებრივად გადავა ეს ყველაფერი პრემიერის გადადგომის მოთხოვნაში, როცა არ ინიშნება ახალი არჩევნები. მე ესე ვხედავ, ანუ ძალიან ადვილად წარმომიდგენია ამის შემდგომი დრამატურგია უკვე პოლიტიკური და პრეზიდენტი როგორ ხედავს ამას, არ ვიცი. ჩვენ იმ თავიდან ძალიან მარტივი გზა გვაქვს ნანახი, ახლა ჩვენ ფედერალისტებს სამი ძალიან მკაფიო მოთხოვნა გვაქვს, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე, რომ წინ არჩევნების ლეგიტიმაციას არ ვაღიარებთ და ვთვლით, რომ არ გამოხატავდა ის ქართული ხალხის ნებას და დიდი სისტემური გაყალბების შედეგი იყო ის, რაც დაჯდა და ეუთომ რეალურად ეს ყველაფერი დაადასტურა. ანუ აქედან გამომდინარეც, რომ არ ვაღიარებთ, ყველაზე ოპტიმალური გზა, რომ ახალი არჩევნები მივიღოთ, ისე რომ აი ამ რაღაც არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ მივცეთ, ვიღაცამ ხო უნდა დანიშნოს. არის ის, რომ პრემიერი თუ მიდის, თუ გადადგება, მას მიყვება მთავრობაც. ანუ ავტომატურად ახალი მთავრობა უნდა დამტკიცდეს. ორ კვირაში ვერ მტკიცდება მთავრობა და ავტომატურად ისე რომ საერთოდ არ გჭირდება არანაირი იქ რაღაცა ცვლილება, ინიშნება ახალი პრემიერი და პრეზიდენტიც ავტომატურად ნიშნავს. ისიც კი არ გჭირდება შენ რომ აი ყაველაშვილმა დანიშნოს თუ სალომე ზურაბიშვილმა დანიშნოს. უბრალოდ ავტომატურად პრეზიდენტი ვალდებულია რომ დანიშნოს არჩევნები. ინიშნება არჩევნები დაუშვათ სამთოში და ვემზადებით ამ არჩევნებისთვის. მე ესე ვხედავ პროცესს. ჩვენი ახლა მთავარი ამოცანა არის რომ ქუჩაში პროცესი ვაცოცხლოთ და ვაფართოოთ და მარათონი სწორედ ამ
ამისთვის არის საჭირო რომ შენ ჯერ არ ახარ იქ ანუ ემატება ხო აი გუშინ რომ დაგვენიწევი ხა დედლაინი რომ აი გუშინ დლამდე მოაწევი აი ემატება ხო ანუ ბიზნესი იზრდება ფართოვდება ამას გარდა ეს ძალიან კაია როგორც მიდის პროცესი ხო ვიღაცები ამბობდნენ რა საჭიროა მაგრამ რეალურად შენ პროცესის მონაწილე ხდები მაშინ როდესაც შენ საკუთარ რაღაც ინვესტიციას აკეთებ როცა შენ ჩართულობას ხედავ და მე უკვე ძვირფასი ხდება შენთვის იმის შედეგი და აი ეს დაშლა რაღაცნაირად სახის ჩვენება ხო ცალკე კუთხურობის ცალკე პროფესიების ცალკე ამ შემდეგ ძალიან დიდი იმას იწევს აი მე ხარ სტაფში მყავს ახალგაზრდები ძალიან პატარებიან ბებიები ისინი ხო ზოგს ხოციბები ყავს ზოგს რაღაც მაგრამ გურულების მარში კაი იყო ბები რომელიცაც ხმას აძლევს ქართულ ოცნებას საერთოდ მაგრამ იმას შეხედა და გულშემატკივრობს იმიტომ რომ მისი კუთხეა და უკვე რო გულშემატკივრობს მე უკვე რაღაც შეხებაც უჩდება და ესე შემოდის ნელ-ნელა პროცესში ანუ ადამიანები ვართ მან სტატიაშიც მიწერია ევოლუციამ შევქმნა ესეთებაც რომ ვართ რისკმოშიში ლოიალური არსებები და შენ როდესაც შენიანებს სადღაც ხედავ იდენტიფიკაცია რომ ჩარგოლეშვილი როგორც არ უნდა მოგევლინოს რკინის არგუმენტებით და ბოკერია დაგიჯდეს და ჩამოგიყალიბო ზუსტად იმას შენ უყურებ როგორც ხო ნუ ჭკვიანები არიან მაგრამ და რა წუთში შენიანებს იქ ხედავ იმ წუთში გაცილებით უფრო მეტი ნდობა გიჩდება ანუ იდენტიფიკაცია თვით იდენტიფიცირება რაღაც გუნდთან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის ვიდრე ჩემი რკინის არგუმენტები თორე რკინის არგუმენტები რომ მნიშვნელოვანი იყოს ახლა ხომ უმრავლესობაში ვიქნებ რა ესე ვთქვათ ფაქტორი არის დღეს ეკონომიკა ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური ზრდა იმიტომ რომ მარათონი იქნება ამ თვალსაზრისითაც ფაქტი არის და ყველა შეფასებაში ეს ჩანს რომ ეკონომიკა ამ მედეგობას აჩვენებს და ცოტა ხანს მიუხედავად იმისა შეჩერდება თუ არა ესე ვთქვათ დახმარებები და ასე შემდეგ სანამ ეს ვალისჭერი არსებობს რა ფასი ექნება ეს სხვა არის და ბევრად ძვირი იქნება მაგრამ ეს მედეგობა მაინც იქნება ამიტომ აი ამ შემთხვევაში ეკონომიკა რა ფაქტორი გამოდის სიღარიბე ავტორიტარული რეჟიმების მოკავშირეა ზოგადად ადამიანებს დემოკრატია და კარგი ცხოვრება და ყველაფერი უნდებათ ხოლმე მას მერე რაც მასლოუს პირამიდაზე ისინი ზემოთ ადიან არჩევნების თვეებში რეალურად დიდი ზრდა აჩვენა რეჟიმმა ხო მაგრამ ახლა რო აიღო წინა პერიოდები მაგალითად 2007 წელს ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მაგრამ ყველაზე დიდი საპროტესტო აქციები ზუსტად მაშინ მიიღო როდესაც ადამიანებმა რაღაცა პურის ფული იშოვეს და მე რაღაც სხვაც მოუნდათ მე უთანასწორობა დაინახეს მე უცებ უსამართლობა არ მოეწონათ თორე რა მანამდე შუქიანატრებოდათ ხო და უსამართლობაზე ვერ ფიქრობდა ესე ვერავინ და აქ ამ შემთხვევაშიც ჩვენ არ უნდა გქონდეს ის რომ ახლა ეკონომიკა დაიქცევა და ბიზნეს ივანიშვილს ვინმე ააღირებს არა ეს არ არის მაგასთან კავშირში ბუნებრივია ეკონომიკური თემები მნიშვნელოვანი ბუნებრივია ის რომ ბიზნესს ახლა ანუ ყველაფერს კარგავს ნაწილი ხო იმიტომ რომ ახლა ევროპული პერსპექტივის დაკარგვა ბიზნესისთვის და ნაწილი ბიზნესისთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა ხო და აქედან გამომდინარე ეს მე არ უყურებ ესე რომ აუცილებლად რაღაცა ეკონომიკურად უნდა ჩამოვიქცეთ იმისთვის რომ ცვლილება მოხდეს პირიქით ეს შეიძლება უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ცვლილების ამოცანებისთვის ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ეხა სანამ გარდამტეხი ცვლილებები მოხდარა და ეკონომიკას ვთქვათ პრობლემების შექმნია მანამდე მოხდეს ეს ყველაფერი თორემ მანამდე მე შეიძლება ისე ჩავიძიროთ რომ საერთოდ ვერ ამოვყვინოთ რომ სიღარიბე და გაჭირვება არის ავტორიტარული რეჟიმების ეს რა ქვია მოკავშირე და პირიქით ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ახლა იმით სანამ ბოლომდე ეს არის და ბიზნესის დროზე მოვიდა მაგიტო არის მნიშვნელოვანი აი ამ 2002-ს გადაცდა უკვე ხელმომწერების რაოდენობა მართალი გითხრა ძალიან ამაღელვებელი პროცესია ჩემთვის ეს იმიტომ რომ რაღაც ისეთი სფეროებიდან მოდის უცებ მხარი დაჭერა და ისეთ მათ შორის ადამიანებისგან რომ არ ველოდი სიმართლე გითხრა და მიხარია რომ შეგვიძლია კონსოლიდაცია და ეს არის, გასაგებია რომ იქ არიან ბიზნესები, მსხვილი ბიზნესები, რომლებიც თქვათ არ აწერენ ხელს, მაგრამ არც ისე ბევრნი არიან, იმიტომ რომ უმეტესობა მათგანის უკან ერთი ადამიანი დგას, ან ორი ადამიანი და ბიზნესმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ თუ რამე ესმით დასავლეთში კარგად, ეს არის ბიზნესის როლი ავტორიტარული სახელმწიფოების და აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც აღმოჩნდებიან ხაზინის სანქციების სამიზნე და სხვა შორის კრიტერიუმიც არსებობს ამისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ბიზნესმენები, რომლებმაც ღიად დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, საიდანაც თქვათ ეს პროცესები დაიძრა, ხო?
და რა ვიცი, ფრთხილად ვიქნებოდი მათ ადგილას, განსაკუთრებით მათ ადგილას, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კარგად ხვდება ყველას რამხელა საყრდენია მსხვილი ბიზნესი ბიძინა ივანიშვილისთვის და სულ არ არის გამორიცხული, რომ რა დღეშიც გომელაურია იმ დღეში რომელიმე აი რუსული კანონის მხარდამჭერი ვიხილოთ, იმიტომ რომ ეგეც გასაგებია, რომ ერთ ერთი ბიზნესი, როცა სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, ვერ აუხტება იმას ხელისუფლებას და ყვირილს ვერ დაიწყებს და რაღაცა რევოლუციების დაფინანსებას არ დაიწყებს. არავინ მათ ამას არ თხოვს, მაგრამ ის რომ რეჟიმი არ გააძლიერონდა ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს საფრთხე არ შეუქმნათ, ნანა ეს არის. ლარის კურსი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსიტიურობა ყველა რეიტინგში, რომელსაც არ შეხედავთ საქართველოსთვის. ხედავთ თუ არა იმის რისკს, რომ პროტესტ შეიძლება დაბრალდეს ეს ყველაფერი, რომ აი რადგან პროტესტია ქუჩაში, აი იმიტომაც მიიღეთ თქვათ გაუფასურებული ლარის კურსი. რეჟიმი მანიპულირებს ყველაფერით, რეჟიმი მანიპულირებს ომის შიშით, რეჟიმი მანიპულირებს სიღატაკის შიშით, რეჟიმი მანიპულირებს იდენტობის დაკარგვის შიშით, აი მთელი ეს დედა, მამა, დედა ყველაფერი ამაზე და იმისთვის რომ პროპაგანდით ვერ ამარცხებ, ხო? დემოკრატია, შენ თუ დემოკრატიული ცვლილების გაკეთება გინდა იგივენაირად ვერიული როგორც რეჟიმი მიდის, იმიტომ რომ იმას სხვა ძალა აქვს, სხვა სუპერძალა აქვს, სხვა სუპერძალას იყენებს შენ წინააღმდეგ და შენ იგივეს ვერ დაუპირისპირებ. დისკუსია გჭირდება ამ ყველაფერს, პასუხი უნდა გაეცეს, ოღონდ პასუხი უნდა გაეცეს ისე კი არა რომ სათითაოდ მისდევ. არამედ უბრალოდ უნდა შეიქმნას აქ დისკუსიის ისეთი ველი, რომელიც ადამიანებს დაამშვიდებს, დაამშვიდებს, მომავალს დაანახებს. ხვდები, შენ რო აქ პროტესტი გაქვს და ამ დროს თქვათ ლარის კურსი ქვემოთ მოდის. ამ პროტესტის შედეგად, როდესაც შენ მიაღწევ თქვათ და შედეგს და რეჟიმს შეცვლი, ლარის კურსს რა დაემართება, ამაზე მსჯელობა ხო უნდა იყოს, შენ უნდა შენი მხრიდან ამშვიდებდე ადამიანებს, მათ შორის შენი შეხედულებებით, შენი გეგმით, შენი ხედვით, რას უზავ ქვეყანას ცვლილების შემდეგ, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მთავარი კითხვა, ელენა, იცი რა ისმის? აი დამეთანხმება, აი ალბათ ახლა ესეთ ეთერი რო გავა, ქვემოთაც დამიწერენ, რომ შენ მართალი ხარ. რომ ვინ მოდის და რა მოდის. ამას გეკითხებიან. მიუხედავად იმისა, რომ 800,000 კაცი ადგა და მიცა ხმა რეჟიმის წინააღმდეგ და ოპოზიცია მაიყო. არ იცის ამ ხალხმაც, მე ხო მივეცი ხმა ჩემი ნების წინააღმდეგ და ჩემი სურვილის წინააღმდეგ ვიღაცას. იმიტომ რომ ჩემთვის სასურველი ძალა პროცესში ვერ დავინახე. ოპოზიციური პროცესი იმდენად ეს არის, რა ქვია, თქვათ შეკუმშვისკენ მიდრეკილი და დევნის, ხო? ჯანსაღს ხელს ეს აჩვენა იმანაც, რომ მაგალითად მასობრივ გაყალბებასთან დაკავშირებით ჩვენ პროტესტი არ მივიღეთ პრაქტიკულად. მივიღეთ 28 ნოემბრის განცხადების შემდგომ, როცა ითქვა, რომ ჩერდება, ესე ვთქვათ, სანამ კალაძეს გაუკეთებდა დელეგიტიმაციას და გაუკეთებდნენ დელეგიტიმაციას თავისი ლოიალისტები, რომლებიც ბავშვები არ მიიყვანეს, ხო, იქ პროტესტი, მას არ შეიქმნა ისეთი, რომ იმ მასასთან ერთად მოსულიყო და ეს ხალხი ვინც აქ იდგა და აპროტესტებდა თქვათ ამას გვერდზე გაეწია ხო? ეს სოფელიც პრაქტიკულად ცარიერია, რა დროსაც არ უნდა მიხვიდე ხალხი არ არის. იგივე გაუკეთა იმ 4 პარტიას. იმ ბარიერ გადალახულ 4 პარტიას, რომელსაც ხელს თუ ბყრია მთელი ტელემედია და აი ამის გამოყენებით და აი ამ ტელემედია манипуляციებით იყო ერთ ამბავში და ხალხს უძახდა რომ გარეთ გამოდით. რეალურად დელეგიტიმაცია გაუკეთა ხო? 500-700 რავი, მიხაროდა რომ დავინახე რომ ერთხელ თუ 3 თუ 4000 ადამიანი მოაგროვეს გარეთ და მეთქი აი რაღაცნაირად ისევ ქოცები თუ გიშველიან, წინა დღეს ქოცებმა ქნეს რაღაც სისულელე და ამათმა მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს ის. რეალურად ეს ხალხი რეაგირებს რეჟიმზე. ოღონდ რეჟიმი რო აბრაზებს ამ ხალხს, მე აქეთ რო ტრიალდება, რომელიც ტრანსფორმირება ხო უნდა მოხდეს ამ დიდებული პროცესის ცვლილების პროცესად და აი აქ გვაქვს ჩვენ პრობლემა რომ აქეთ ამ ხრიდან შენ ახვედრებ არათავისუფალ ველს, შეზღუდულ დისკუსიას, შეზღუდულ მოთამაშეებს, პროცესი იმართება არა ქვემოდან ზემოთ, როგორც ვთქვათ, აი ეს დიდებული რაღაცა საპროტესტო მოძრაობა მოდის, არამედ ზემოდან ქვემოთ, ხალხის ინტერესების მიმართ ლოიალური ვინც არის და ვინც მათ ემსახურება, ისინი კი არ აწარმოებენ დისკუსიას. აი ვინც აწყობს ზემოთ, აი ვინც არ აბრაზებს მაგალითად სააკაშვილს, ხო? რეალურად აი გუშინ წინ როგორი რაღაც მოხდა. მიშას პოსტი რო დაწერა, რომ ჩამოყვანილი ხალხი თუ რაღაცა ის. ამას ხო ვიღაცა უწერს. ვიღაცა ხო წერს ამ ყველაფერს, ვინმე სხვა ჯერა რომ იქ რაღაცა ეს არის. და ამას ხო უსრულებენ. ხვდებით რას ვამბობ? ის კი არ არის რომ მიშაშია პრობლემა. მე ეს მიშა იმის გამო რომ ძალაუფლების წყაროა იმ თავის პარტიაში და იმ თავის კვადრატში, რომელიც პატარავდება. ის აძლევს, თქვათ, ხალხი კი არ განუსაზღვროს, იმის ინტერესებს უნდა მოერგო, იმას უნდა მოემსახურო და შესაბამისად ახლა ვისაც შეუძლია რომ მარჯვენის რო ამბობ, მაშინაც მართალი იყო და მარცხნის რო ამბობ და თეთრზე შავს რო ამბობ, მაშინაც მართალი
ხარ და შავზე თეთრ ამბობ, მაშინ მაგის კეთება ვისაც შეუძლია. ის ხო თავისთავად უხარისხო პოლიტიკური ფიგურაა, ხო? ესე იგი ხელის აღებაში სუსტირგოლიო, ხო, იქ გაქვს, აი ვინ ან რა არის დღეს აი ყველაზე სუსტირგოლი. რეჟიმის ყველაზე სუსტირგოლი არის? არა, ის ხალხი, რომელიც აი დღეს ახლა ნოშიკო ნამურაძე, რომელიც გამოვიდა და ის არის. არა, ის ახლა მთავარი, ანუ ის სუსტირგოლი არ არის, იმით იკვებება რეჟიმი, ანუ ამ რეჟიმის მიღმა საკუთარ თავს ვერ ხედავს ის საერთოდ, საკუთარ არსებობა არ წარმოუდგენია მას. ამ რეჟიმის მიღმა, მათ შორის საკუთარი ტრავმებიდან გამომდინარე, წინა ხელისუფლებასთან. ხო, შენ იმას კი არ უნდა იმას აქნა, ეჭიდაო. ლოიალისტებს უნდა ეჭიდაო, რომელიც იმდენს არ იღებს რეჟიმისგან, რომ მაგხელა იმაზე უღირდეს წასვლა, ხო? ანუ რეჟიმი ყველაში ერთი და იგივე ინვესტიციას ხო არ აკეთებს. აი, ნოშიკო ნამურაძეში აქვს უზარმაზარი ინვესტიცია გაკეთებული, იმიტომ რომ დალაგებულია და მდიდრდება ეს კაცი და მისთვის მნიშვნელოვანია, ხო? მაგრამ ანუ აი საჯარო სამსახურებში და იმაში ეგ ხალხი ხო მაგისთვის არ არის. ამიტომ შენთვის უნდა იყოს ლოიალისტები, ანუ არა ხიშტები, არა ძალოვნები, არა მთავარი საყრდენი, არამედ რბილი ქსოვილები. უფრო მეტად. ის ხალხი, რომელიც რეალურად აი მდუმარე უმრავლესობა ერთგვარი, რომელზეც რეალურად დგას რეჟიმი. და ჩვენ ხედავთ ამას, რომ ესენი ეცლებიან, ხო? ანუ გაწმილებული ქოცების მეტი, რა ვნახეთ ახლა მაგათი საჯარო სპიკერებიც კი. ანუ ირმა სოხაძე, რავი, გლადო ბურდული გამოვიდნენ და თქვენს რომ ჩვენ ოცნების მხარდამჭერები ვიყავით, არ გვინდოდა ეს, ხო? და პროტესტში მონაწილეობენ და ესეთი ხალხი, ამ ხალხზეა სამუშაო, რომლებიც ხმას რეჟიმს მხარს უჭერენ, იმიტომ რომ სტატუს-კვოს ცვლილება არ უნდა და ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შენ აქედან გახსნილ დისკუსიას, გახსნილ არჩევანს დაახვედრე. ხვდებით, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი არ გაეცემა რეჟიმის პროპაგანდას. შენ თუ აქეთ თავისუფალი იდეათა თავისუფალი ბაზარი არ შეუქმენი, სადაც შენ გაგშეს. აი მაგალითად ომის შიში ხო არსებობდა. ხო მაგალითად მე მქონდა ამ ომის შიშზე პასუხი, ჩვენს პარტიას მქონდა ომის შიშზე პასუხი, იზოლაციაში ომის შიში. იმიტომ რომ ერთადერთი ომის შიშს ვერ განაიტრალებ, ერთადერთი შეგიძლია შენ რომ უფრო დიდი შიში აჩვენო ადამიანებს და უთხრა რომ კი ომის კი გეშინია, მაგრამ უარესი მოგივა. მქონდა ამაზე პასუხი, ესე ვთვლიდით ყოველ შემთხვევაში რომ მქონდა ამაზე პასუხი. არ მოგოცა შესაძლებლობა რომ ანუ ხო უნდა გაირკვეს ეგება მე ეფექტურად პასუხობ ამ ყველაფერს ხო და იგივე რომ აჩვენებ რომ რა მოხდა აფხაზეთში როდესაც დასავლეთისგან იზოლირებულები ვიყავით მეტი ადამიანი გაიაზრებს რას ნიშნავს დასავლეთისგან იზოლაციაში დარჩენა რომ რუსეთი საფრთხეა და საფრთხედ დარჩება იქამდე სანამ ჩვენ დიდი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ არ შევალთ და ისეთი მოკავშირეები არ გვეყოლება რომლებიც ჩვენზე სამხედრო პასუხისმგებლობასაც აიღებენ სულ საფრთხე იქნება მაგრამ იზოლაციაში თუ დავრჩით გაცილებით დიდი საფრთხეა და ამას ადასტურებს ჩვენივე ისტორია. ამას ადასტურებს 21 წლის ოკუპაცია, იმიტომ რომ მარტივი რაღაცა რუსეთმა რომ დაგვიპყროს, ანუ რუსეთის გუბერნია რო გაქვთ, აქ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ რეპრესიებით დაიხოცება. და აი ეს ქოცები, რომლებიც დღეს უბრალოდ 51 ხაზავენ ამაზე თანახმარიან რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ იმაზე რომ თავისი ახლობლის შვილები რეპრესიაში მოყვნენ და ქუჩაში სცემონ და სადმე დაიჭირონ, ამაზე ეს ხალხი თანახმა არ არის. მე ზუსტად ვიცი, ამდენი ცუდი ადამიანი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, ეს ვიცი ზუსტად. და აქედან გამომდინარე, ანუ კარგად არის საფიქრელი, კარგად არის ეს ყველაფერი დასანახებელი, ხო? რას ნიშნავს და ჩვენ თუ ამაზე ღია სივრცეში არ ვიმსჯელოთ. არ მოხდა წინასაარჩევნო კი არა, მამაყები იყვნენ, რომ არ შევყევით ამაშიო და ესეც ხო ძალიან 90-იანი წლების ის არის აზროვნებაა, ხო, რომ შენ რო გონია, რომ ტელევიზიას აკონტროლებ, ნარატივსაც აკონტროლებ და რაღა დროს ნარატივის კონტროლია, არ შეყევი, რას ნიშნავს? გინდა შეყევი, გინდა არ შეყევი, ის მიერეკება თავისას და ყველა არხიდან ინტენსიურად მულტი ჩენელით, ანუ მრავალი არხიდან ამას გაყრიშავ, ხო? ამ პოლარიზების მიუხედავად მაინც მნიშვნელოვანია ეს დიალოგი და მაინც შესაძლებელია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ანუ სიტყვაზე დღეს რო ადამიანი ტელევიზორს რთავს იქ უნდა ხედავდეს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ერთმანეთთან დისკუსიაში არიან და გამოსავლის გზებზე ერთმანეთს ეკამათებიან. მაგალითად, ომის შიშს უნდა ვუპასუხოთ თუ არ უნდა ვუპასუხოთ, ამაზე მე და ხაზარაძემ და მე და ვაშაძემ უნდა ვიკამათოთ და ადამიანმა დაინახოს, მოქალაქეებმა დაინახონ, ვინ არის მართალი, რომ მე ნდობის კრედიტი იმას გაუკეთონ, ვინც მართალი აღმოჩნდება, ანუ დისკუსიას თუ არ უყურეს და პოზიციებს თუ არ უყურეს ადამიანებმა, როგორ უნდა გაიგონ ვის ენდონ და ვის არ ენდონ. ამას გარდა ბიჭო, პასუხგაუცემელი უამრავი კითხვა არსებობს, ანუ რა უყენებს წყალს ცვლილებების პროცესს, ხო? 2 წლის განმავლობაში ელენე შენ ხო უყურე, რომ მთელი ოპოზიციის, ანუ გამონაკლისები წესს ვადასტურებდით, გვიმტკიცეს, რომ მიშა კვდება. და გვიძახეს ჩვენ, რომ ჩვენ ვართ არაემპათიურები, რომ ჩვენ ვკლავთ პრეზიდენტს, რომ ჩვენ უვარგისი საზოგადოება ვართ, რომ ჩვენ ვართ ველურები, იმიტომ რომ ვკლავთ.
როგორც თვითონ არცემენ პატივს, ზუსტად ისე არცემს ის პატივს ის ხალხი, ეს რა ქვია, ამ ოპოზიციას. ამიტომ არ გავიდნენ გარეთ. შენ რომ მეორე წელი მატყუებ და მე ბოდიშსაც არ მომიხდი. მე შენ პატივს არ გცემ. დავბრუნდეთ ცოტა ჩვენ თემას. კალკულაციის შეცვლის ნაწილი, ხო? აქ მთლიანად რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ და რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყნის შიგნით. ამაზე გაქვს აქცენტი დასვა. ხო, კარგად, კი, კარგად იცი რომ ადამიანი არის ტრანზაქციული არსება რა. ანუ აწონ-დაწონაში არის სულ. შეიძლება ზოგი კარგ ტრანზაქციებს აკეთებდეს, ზოგი ცუდს, მაგრამ აი რავი, აი წილი და ჭიანჭველა შენ რო ჩემთვის რკო არ მოგიტანიაო, ხო? ანუ აი ესეთი ადამიანი, ანუ და ამას გარდა ადამიანი ბუნებრივად არის მიკერძოებული სტატუს-კვოსადმი. ანუ ბიძინა ივანიშვილს გარდა იმისა, რომ ის ფორა აქვს, რაც აქვს თავისი სიმდიდრის, სასამართლოს კონტროლის, თქვათ ბიზნესის კონტროლის და აი ამ ყველა ინსტიტუციების მიტაცების სახით. მას აქვს ძალიან ბუნებრივი ევოლუციური ფორაც. რომ ადამიანი უბრალოდ რაშიც ცხოვრობს, იმისადმი მიკერძოებულია და თუ მასზე უფრო უკეთეს არ ხედავს, ან ამას ძალიან ცუდად არ ხედავს, ხო? არ გაცვლის იოლად. იმიტომ რომ თუ გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი სტრესის წყარო. შენ შეიძლება ავად იყო და სანამ გაიგებ დიაგნოზს, მანამდე გაცილებით ცუდად ხარ, იმიტომ რომ არ იცი რა გჭირს და ძალიან მძიმე დიაგნოზით რო გაიგო ადამიანის ბუნება ისეა მოწყობილი, ვარაფერი უყურებ ამას, ამ რეალობას უყურებ და მეომრად გადაიქცევი, მერე და შედიხარ უკვე აი ამასთან იცი რას ებრძვი. მაგნიცკის სიაში შეყვანილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ხო? ანუ ვახტანგ გომელაური. არაფერს არ ცვლის ამ კალკულაციის შეცვლის სურათში. კი, რასაკვირველია ცვლის, პირველ რიგში შიგნით ცვლის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ანუ ადამიანი ტრანზაქციულებით, ხო, ანუ როგორ არ ცვლის, პირველ რიგში შიგნით იწვევს რყევებს და რეალურად იცის მისმა გარემოცვამ, რომ ეს პროცესი დაძრულია და ეს პროცესი არ შეჩერდება. ხო, თავისთავად ისიც რომ დაჭირდა რეჟიმს იქ რაღაცა კომპენსაციებს გადაგიხდით და ამ შემდეგ. კარგი რა არის კიდე, რომ სანამ ჩვენ ქუჩაში ვდგავართ, უძვირდება ამათი შენარჩუნება, ანუ იგივე ისეთი ლოიალისტებიც, რომლებიც თქვათ გაცილებით უფრო მოცილებით არიან ძალაუფლების ვერტიკალიდან, ხო? ისინიც კი უფრო ძვირი შესანახი ხდებიან, იმიტომ რომ ისევ ადამიანის ბუნება ხარ, როცა ხედავ, რომ შენ თქვათ რეჟიმს უფრო მეტად ჭირდები, ვიდრე ჭირდებოდი, მე შენც მეც სითხოვს ამ ყველაფერს და ამითი არის, ანუ მაგას ვიძახდი, რომ ცალკე აღებული არაფერი არ უნდა ავიღოთ. ანუ ცალკე აღებული სანქცია შეიძლება არაფერს არ ცვლის, მაგრამ როცა ქუჩაში ამდენი ხალხი დგას და ესეთი პროცესი მიდის, ხო, ამას ხედავენ. როდესაც სანქციები იმაშობა, ანუ ეს მეორე. როდესაც რაღაც პოლიტიკური პროცესი არის, სადაც პრეზიდენტი არსებობს, რომელსაც შეუძლია რომ ანუ მე კიდევ ერთხელ გადაჭარბებული იმედების და ხო, როცა ბიზნესი ხმას იღებს, ეს ყველაფერი კომბინაციაში უკვე გაძლევს ოპტიმიზმის შედეგს. ახლა მე მაგალითად როგორ ხარ რომ მეკითხებიან, კარგად ვარ იდეაში, იმიტომ რომ ძალიან მომწონს პროცესი, რაც ხდება და ძალიან იმედიანად ვარ ამ პროცესის მიმართ. იმ ხილი იმედებით რასაკვირველია, იცი რომ მაღალი წარმოდგენის მაგრამ იმდენად თვითმართული და ქვემოდან ზემოთ მომდინარე პროცესია, რომ ძალიან ოპტიმისტური ხარ. წინა საარჩევნოთ კარხასიაძე საერთოდ არ ვიყავ, იმიტომ რომ საშინლად არ მომწონდა პროცესი და უფრო მეტიც მე მქონდა, მე ვიცოდი რომ ჩვენ ანუ მე ვიცოდი რომ მივიდინა ივანიშვილს ვერ დაამარცხებდა ის პროცესი, რა პროცესსაც ოპოზიცია, იმიტომ რომ სტრუქტურული პრობლემები ქონდა, მენეჯმენტის პრობლემები ქონდა და ვერ იმასიავდა არ მომწონდა საშინლად და აი ეს პროცესი მომწონს, იმიტომ რომ მგონია რომ რეცხავს მთლიანად მთელ აი ამ პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ კლასს, რომელიც ზემოდან ქვემოთ ცევს, ანუ რეალურად ეს პროცესი რომ საქართველოს საზოგადოება აღარ არის პოსტსაბჭოთა საზოგადოება. ანუ მნიშვნელოვანი მისი როგორ არ არის ახლა ნაწილი დარჩენილი, მაგრამ რაც არის ენერგიის მიმცემი ამ საზოგადოებისთვის და რაც არის დრაივერი და ცვლილებების მამოძრავებელი, ის აღარ არის პოსტსაბჭოთა ხალხი. შესაბამისად, შენ ამ პოსტსაბჭოთა პარტიებს რო თავს ახვევ, სადაც ვიღაცა ზის თავში, რომელიც ფულს იხდის და მუსიკას უკვეთავს, ნაცვლად აი ამ შიდა დემოკრატიისა და ნაცვლად აი ამ დემოკრატიული პროცესისა, რაზეც პარტია დგას, იმას არ იღებს და აი ამას რეცხავს ყველაფერს და მე მგონია, რომ თუ ეს პროცესი ბოლომდე გავიდა, ჩვენ მივალთ და ჩვენ გავხდებით ახალი პოლიტიკური კლასის დაბადების მოწმეები და ამაში არანაირად არ გულისხმობ იმას, რომ რაღაცა ახალი სახეები გაჩნდებიან ან რაღაცა სისტემას თუ მოუშლი. ანუ აი იმ სისტემას, რომელიც ზემოდან ქვემოთ კარნახობს, მაგალითად ჩელეს იმას, რომ მიშა ცუდი არ უნდა თქვას. თორე ეთერში ვეღარ მოხვდება.
ხვდები, ანუ ისიც დაიწყებს ლაპარაკს და ისიც ის გახდება, რაც რეალურად არის. კონიუნქტურას კი არ დააკმაყოფილებს სიტყვაზე ვამბობ, ცოტნე კობერიძე და უბრალოდ იმას კი არ უტყვის, რომ სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ ხალხო. იმ სიმართლესაც იტყვის, რასაც ამ სიმართლის ლაპარაკში გულისხმობს, რომ მაგალითად არ შეიძლება ადამიანების არ შეიძლება ადამიანების დაბლოკვა. ახალი ხალხი კი არ ჩაგვეცემა თავში. ეს ხალხი შეიცვლის ქცევას, როდესაც დაწინაურების გზა არ იქნება ლიდერისთვის ქათინაურების ლაპარაკი. კალკულაციის შეცვლის კონტექსტში მინდა გკითხო ასევე ქართული ოცნების რიტორიკის ცვლილება, არ ვიცი აკვირდებით ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმართებით. ხო, ანუ დაიწყო იმით, რომ რასაც ტრამპი იტყვის, ის იქნება და ახლა ითქვა, რომ 20 იანვარს რაღაც მოკლედ მოლოდინები უნდა მართოთ. კი არ ვადარებ მასშტაბებს, მაგრამ ჯორჯია მელონის არჩევა რო უხაროდეთ მოვიგეთო გახსოვს. ანუ რეალურად ხო ესენიც ხო ნახევარნაბიჯიან ტყუილებს იმედებს ყიდიან. ეგეთი სულელი არავინ არ არის არც მაგის გარშემო, ბიზნეს გარშემო, რომ არ იცოდეს, რომ ეხლა ტრამპთან დალაგება ადამიანისთვის, რომელმაც ამერიკის ალტერნატივა ჩინეთი გამოაცხადა, ირანს ჩაქანდა და ჰეზბოლას გვერდზე იდგა, ეხლა იმაზე სატირალში და ესა აიოლე არ იქნება, ხო, მაგრამ თავის ამომრჩეველს ამხნევებს. ანუ იგივე ის რომ შეკავება ჭირდება, ხო? ანუ ამ ამორჩევლის შეკავება ჭირდება და ამას ამხნევებს, რომ აი დამში, იმიტომ რომ მას ხო მარტო რუსული ხმები არ ყოფნის. რუსული ხმები გაჭიმენ, გამოჭიმენ 10-15%-ია, ხო? კაი, დაუშვათ კიდევ ვიღაც ნეიტრალური უნდა იყოს საქართველოს და ვერ ხვდება, რომ იგივე არის, რაც ნეიტრალური შენ შეიძლება იყო, რავიმე სხვის კონფლიქტში და შენ კონფლიქტ შენ ომში როგორ უნდა იყო ნეიტრალური, ხო? შენი ტერიტორია აქვს დაპყრობილი და ნეიტრალურები ვიყოთ თუ იძახიან, ხო? ეგეთი ხალხის არსებობს ეს. მას სჭირდება სტრატეგიული ბუნდოვანება პროდასავლელი ქოცების მოსატყუებლად, ხო? რომ რეჟიმი შეინარჩუნოს. ამისთვის სჭირდებოდა რომ ჯერ იყო და ევროპასთან დავლაგდებით მერე და გადაყარა ეგ ხალხი და ეხა ტრამპთან დავლაგდებით. ეხლა კომუნიკაცია ძირითადად სულ ეგ არის, სულ თავის სამომრჩეველს ელაპარაკება. მაგის ამოცანა ეხა არის რომ თავის ხალხი შეინარჩუნოს. იმიტომ რომ ყოფნის ეგ ხალხი გაყალბებიანად რომ ანუ რა манипуляციებსაც ჩადის და რა სტრუქტურული გაყალბების რესურსიც აქვს და მათ შორის თავისი მენეჯმენტით, იმიტომ რომ გაცილებით უკეთესად ამენეჯებს არჩევნებს ვიდრე მთელი ოპოზიცია ამას კარგად აკეთებს, ხო? ამ ყველაფრით რა გაყალბების რესურსიც აქვს, ანუ მას თავისი ხალხის შენარჩუნება ჭირდება, მას ჩემი მხრობა და შენი მხრობა კი არ უნდა. თავისი ხალხი ყავს შესანარჩუნებელი, ანუ ზედმეტ საერთოდ არ დაიხარჯება. თავის ხალხის შესანარჩუნებლად აკეთებს, იმიტომ რომ იქ აქვს რღვევა და იქ უნდა მივაწვე ზუსტად. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აქეთ მხარეს გახსნილი პროცესი იყოს, რომ ოპოზიციური მედიიდან კოცებსაც უნდა ელაპარაკებოდეს ვიღაც. ხვდები რას ვიძახი? ანუ ხშირად აქვთ ხოლმე იმას, რომ აი შენ კოცებს მოწონხარ, მე მეუნებიან ხოლმე და ბიჭო ეგენი არიან ჩამოსაშლელები, ანუ ეგ უნდა და ეგ მაგას უნდა შეუქმნა უსაფრთხოების განცდა, რომ შენთან თუ მოვა და საშენო არჩევანს თუ გააკეთებს, ეგ ცუდად არ იქნება თორე. ეხლა მაშინ აბა რა ვიცი მე დანარჩენები ოპოზიციას თუ ყოფნის თავისი ხალხი და იმათი გულისხმნა, აავს ის თავისი ხალხი და მოეგვაქამდე არჩევნები, ხო? ჩამოსაშლელი ყავს, ანუ ქართული ოცნების ბაზა ყავს ჩამოსაშლელი და ის ხალხი შენ პროცესში აქეთ მხარეს ალტერნატიულ პროცესში საკუთარ თავს, საკუთარ ინტერესებს, საკუთარ ხმას უნდა ხედავდეს და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს ცვლილებებს, რომ დააჭერს ხელს. ბლეფიო, ხო, ნახსენებია ქათმის თამაში და ბლეფი. ბლეფი სად არის? ანუ აი ფუნდამენტურ საკითხებში სად გამოჩნდა, რომ ძალიან ცუდი კარტი უჭირავს რეალურად ხელში. ხო, ესეც ხო ბლეფი სანქციები არ იქნება მაგალითად. ხო, ანუ აქამდე კობახიძე არ რჩება შენს გაგონილი და გიბარებდა ბიზნესებს, ეუბნება რომ სანქციები არ იქნება, ხო? ეუბნება რომ ანუ უფრო თავზე ხელაღებულობის, ანუ აი მარტივი რაღაც არის რა, რომ ეს მან სტატიაშიც მიწერია რომ მაკიაველი არ მგონია რომ წაკითხული ქონდეთ, მაგრამ შლეგის თამაში და შეშლილის თამაში რაღაცებში გეხმარება ვინ და მე ეს კარგად ვიცი რა, როცა ადამიანმა წინ რო უდგეხარ იცის რომ შენ ყველაფერზე წამსვლელი ხარ, ხშირად აღარც დგავს უკვე ნაბიჯს, სანამ დაპირისპირება მოგიწევს, იქამდე გნებდება და მიდის. ამიტომ მაგას გეთამაშება რა, რომ მე ყველაფერზე წამსვლელი ვარ. აი ხო ხედავ უკან არიხებს, ამას გეუნებიან ხოლმე ხშირად. ეხლა ამაზე იტყვიან რომ 3000 კაცი იყო თუ რაღაც. ამ უტიფრობას გაჩვენებ სპეციალურად რომ მე უკან არაფერზე არ დავიხებ, ჩემთვის 300,000-ით 3000 იქნება და შენ გაბრაზდი ამაზე და შენ ეხეთქე კედელს. ქუჩაში ვინც დგას იმას არ სჭირდება, აი რაღაც პატარ-პატარა გამარჯვებები დღეს. თავისი გამარჯვება იყო ნაციონალიზმ რომ კალაძემ ნაძვისხე ვერანდო. საკუთარ გამარჯვებებს მოიპოვებს ეს ხალხი და მათ შორის ვთქვათ გამარჯვება არის ისიც რომ არსებობს ფიგურა რომელსაც დასავლეთი ელაპარაკება და სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში შეუძლია ამ როლს. ანუ კიდევ ერთხელ მე რაღაც გადაჭარბებული იმის რაღაცა
ფუნქციების დაკისრება კი არ მინდა მისთვის, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისტორიის ასეთ კრიტიკულ მომენტში აღმოგვაჩნდა ფიგურა, რომელსაც აქვს ის პოზიცია, რომ ერთი პირით დასავლეთს ელაპარაკოს, იმიტომ რომ აქამდე ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვქონდა, ხო? და თუ მან შეძლო, რომ აი ეს როლი შეასრულა და გარკვეულწილად ისეთი პროცესი შეიქმნა, სადაც თავის ხმას და თავისი აზრის გამომხატველს დაინახავს ყველა, მათ შორის აი ის კოციც, რომელიც დღეს 26 ოქტომბერს ჯერ კიდევ ქართულ ოცნებას მისცა ხმა, უბრალოდ ევროპაში არ უნდა და ელოდება რაღაცას, რომ აი აქეთ ამხარეს ალტერნატივა ვინ არის, ხო? აი იმანაც თუ მგონია, რომ ეს პროცესი აუცილებლად მივიდა ჩვენ გაზაფხულზე მივიღებთ. ანუ თუ 2 თვის განმავლობაში ამ ყველაფერმა კიდევ გაძლო უბრალოდ ისეთი ჩამოშლილი იქნება, რომ ჩვენ გაზაფხულზე აუცილებლად მივიღებთ ადამიანელ არჩევნებს და რომელიც თვითმმართველობასთან ერთად შეიძლება ჩატარდეს. ახალ არჩევნებში, როცა დაინიშნება, მიიღებთ ცხადია მონაწილეობას, როგორც ფედერალისტები. ხო, თუ გადამირჩა იუსტიციის სამინისტრო, იმიტომ რომ უარია რეგისტრაციაზე და კარგად ვერ გავერკვია მიზეზებში, იმიტომ რომ ერთხელ დაგვიხარვეზეს, მეორედ შევიტანეთ და ეხლა შევხედავ რა უნდა. მაინტერესებს, ანუ უკვე მიიღეს ეგ გადაწყვეტილება, რომ პარტიებს აღარ არეგისტრირებენ და რუსეთია უკვე, თუ ჯერ არა და ამას გავარკვევ აქედან რომ გავალ მალე. რაზე მუშაობთ დღეს? პირველი რასაც ვაკეთებთ ახლა არის რომ პროტესტს ვეხმარებით, რამდენადაც შეგვიძლია. გაკეთებული გვაქვს ცხელი ხაზი და თუ კი მთელი აი ეხაც მუშაობს ეს ცხელი ხაზი, თუ კი ვინმე იკარგება პროტესტზე გასული, ან შავდება, ან აკავებენ, ან სასამართლო პროცესი აქ ამას შემდეგ ვეხმარებით, იმიტომ რომ ამ ცხელ ხაზზე რეკავენ 24 საათის 7-ის განმავლობაში. ამას გარდა გვყავს მოხალისე ადვოკატების ჯგუფი, რომლებიც ეხმარება ამ ადამიანებს. ამას გარდა გვაქვს თქვათ კრეატიული ჯგუფი, რომელიც ქმნის აი თვითონ ამ საპროტესტო პოსტერებს, ბანერებს, ნაწამებ ადამიანებზე ინფორმაციას აგროვებს, ამას და თქვენ თუ დაინახავთ, ანუ მთელ მსოფლიოს მოედო ნაწამები ადამიანების პოსტერები ყველა საელჩოს წინ, ყველა ორგანიზაციასთან, ყველა იმაში, ამას ჩვენ ვაკეთებთ, ყოველგვარი პარტიული სიმბოლიკის გარეშე ბუნებრივია, რომ მაქსიმალურად ფართო გავრცელება ქონდეს, ვუმზადებთ ემიგრანტებს რეალურად, რომ პირდაპირ ამობეჭდონ საბეჭდი ვერსიები, სხვადასხვა ენაზე ვაკეთებთ ამას და მთელ ამაში რომ შეხედოთ, ეს საპროტესტო არტი რაც არის გაკრული, ყველაფერი არის ჩვენი გაკეთებული და აი ამას ვაკეთებთ, რომ სახეს ვაძლევთ პროტესტული. და მოხალისეებს rთავთ ძალიან აქტიურად ასე ჩანს 500-ზე მეტი მოხალისეა ჩართული და შენ რო ნახო ელენე, როდესაც ამ სრულიად უცნობი ადამიანები არიან ერთმანეთს და ეხლა ჩეთებში ხო ვარ და ვუყურებ ამას როგორ კეთდება რა და სხვადასხვა ქვეყანაში არიან ემიგრაცია ჩაერთო მათ შორის ძალიან, იმიტომ რომ აი ცხელხაზზე ემიგრანტები არიან, ვერ აკეთებენ იქ ვერაფერს და აქციაზეც რო ვერ დგანან, თვითონ არიან ჩართულები. რომ თუ ერთი მიზანი გაქვს სრულიად უცნობი ერთმანეთისთვის ადამიანები როგორ სინქრონში აკეთებენ მუშაობას და რა ჰარმონიული პროცესი მიდის და თუ თასკები კარგად არის განაწილებული, მაგას მივხვდები რომ ეს ქვეყანა შეიძლება რომ ძალიან მაგარი ქვეყანა იყოს თუ სწორ სისტემაში ფუნქციონირებს ეს ხალხი. ამის მიღმა ეხა შენ იცი რომ გასული 3 წლის და 4 წლის განმავლობაში რეფორმების მთელი ის გვაქვს მომზადებული და ამიტომ ისევ ამზადებთ ამ ყველაფერს რომ რამე რომ იყოს ცვლილება რომ მოხდეს სქემატურად არსებობდეს ყველაფერი რა იცვლება ამაში პრეზიდენტის ხარტიაც გვეხმარება ძალიან და იქაც თქვა ჩვენ წვლილი არის ანაფიცფსაჯულების სუსის დეკონცენტრაციის მიმართულებით და ასე შემდეგ აი ამას კუთხით პროცესი მიმდინარეობს აი ხარტიის ნაწილში იცი რა არის პრეზიდენტის ownership-ი თვითონ მესაკუთრეობის განცდა როგორც ვაწყობ იმიტომ რომ რა შეხვედრებზეც იქ მივდივარ ხოლმე იქ ხდება ხარტიის ხელმომწერები ანუ აქვს ამ დოკუმენტზე და ისედაც ამაში სრულად ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს. ჩვენი კოლაბორაცია გარკვეულწილად ხომ ასეც დაიწყო ხარტიით, იმიტომ რომ ჩვენ რო გვეგონა რომ ამას რაღაც ერთიან სიას აკეთებდა და ტელევიზიები ესე უსპინავდნენ, იმიტომ რომ ტოპ ტელემედიას უნდა ეს ერთიანი სია და სალომესაც ასაღებდნენ, რომ თითქოს ამას რომ მივედით შეხვედრაზე გვინთხრა რომ არა არანაირი ერთიანი სია არ მინდა რომ შევჯერდეთ იმ საკითხებზე, რაც დიალოგის ეტაპზე გადაგვიყვანს ევროკავშირში ამ სასამართლო რეფორმა, უსაფრთხოების სტრუქტურების ეს რაც აი 9 პუნქტში რაც მოგვეთხოვებაო და აგაშენა ღმერთმა ჩვენ უთხარით და რადგან შინაარსზე არის საუბარი შინაარსში როგორ არ ჩავერთვები და ეს და კი არის თემა ბუნებრივია ეს თემა დგება ანუ თვითონ პროცესს ესე ხედავს აი ამ ხარტიის ხელმომწერებით ეს ამიტომ მან გიგროვდებათ ალბათ გასაუქმებელი კანონების რიცხვი ყოველ შეხვედრაზე სადაც NGO-ებიც იყვნენ და ნუ პრინციპში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მაგრამ ყოველთვის მირჩევნია ხოლმე რომ დანაწილებული იყოს რომ არა ეს რა ქვია თუ უთხრა კიდეც რომ გააკეთეთო სიაო ჩამონათვალი რაც გასაუქმებელია, იმიტომ რომ იქ რუსული კანონის გაუქმება და რამდენიმე სხვა კანონი ეწერა და ეხა და ეგ შევავსოთო რომ კიდევ არის გასაუქმებელი და როგორ. და ბოლოს ისო ბიზნესის ხმით მინდა რომ შევაჯამოთ ესე ვთქვათ რაღაც პერსპექტივა. რას უკარგავთ უკვე დღეს და რა დევს სასწორზე კიდე ერთხელ ვთქვათ. ყველაფერს უკარგავთ. ჩვენ უკარგავთ ყველაფერს, ანუ ყველაფერს რაც
ყველაფერს რისკენაც მივისტრაფოდით გასული 30 წლის მანძილზე. ანუ ბიზნესიც კარგავს რეალურად ყველაფერს, რაც გასული 30 წლის მანძილზე ავად, კარგად, ზიგზაგებით ისე დავაგროვეთ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ მივდიოდით რაღაც ერთი მიმართულებით. აკაკი ბაქრაძეს აქ ძალიან კალკოლა დროზდოვის ფილმია შინ დაბრუნება ქვია და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ 90-იან წლებში შინ დაბრუნება დაერქვა ევროპულ რესპუბლიკად შედგომას რა მათ შორის და ჩვენ თუ ეს ყველაფერი თქვათ ანუ გამოდის რომ რისთვის მოხდა 9 აპრილი მაშინ რატო ვიბრძოლეთ საბჭოთა კავშირის დასაშლელად